Pokemon Go really not იყო Pokemon-ების დაჭერაზე. This იყო ბევრად უფრო ბნელ რამეზე, რეალური სამყაროს რუკირებაზე. ყოველი პარკი, სადაც შეაბიჯე, ყოველი ქუჩა, სადაც კამერით გაიარე, ყველაფერი წვრთნიდა მასიურ ხელოვნური ინტელექტის სისტემას, რომელიც ქმნიდა დედამიწის მაღალი გარჩევადობის 3D მოდელს. და მილიონობით ადამიანმა ამისთვის ფულიც კი გადაიხადა. სანამ შენ ბზინავ ჩარიზარდებს ეძებდი, თამაშის შემქმნელი Niantic ქმნიდა ფიზიკური სამყაროს ციფრულ ორეულს. ეს შეიძლება იყოს ყველაზე დიდი შებრუნებული შრომითი ძარცვა ისტორიაში. მილიონობით ადამიანის დარწმუნება, რომ მათ ააშენონ გლობალური სათვალთვალო ქსელი, საიდანაც ვერასდროს გამოვლენ. თავი პირველი, მოჩვენება მანქანაში. 2024 წელს Niantic-მა გააკეთა დიდი განცხადება. ისინი ქმნიდნენ დიდ გეოსივრცულ მოდელს, ხელოვნური ინტელექტის სისტემას, რომელიც შექმნილია ფიზიკური სამყაროს 3D-ში გასაგებად. ის არა მხოლოდ ამოიცნობდა ადგილებს, არამედ გაანალიზებდა და დააკავშირებდა მათ. შემდეგ ის მილიონობით რეალურ ადგილს ერთ დიდ მანქანისთვის წასაკით ქსელში ასახავდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ხელოვნური ინტელექტის რბოლა აფეთქდა, მას შემდეგ რაც OpenAI ტექნოლოგიურ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კომპანიად იქცა. მოულოდნელად ყველა ჩაერთო, მათ შორის ვიდეო თამაშების კომპანიებიც. მაგრამ კითხვებს არ აჩენდა ის თუ რას აკეთებდნენ, არამედ ის თუ როგორ აკეთებდნენ ამას. კომპანიამ გამოავლინა, რომ მათ 50 მილიონზე მეტი ნეირონული ქსელი გაწვრთნეს, რომლებიც დაფუძნებულია 20 მილიარდი სურათის ანალიზზე, რომლებიც მათ გარშემო არსებულ სამყაროს ასახავდა. ეს სურათები მოთამაშეების მიერ მოწოდებული მონაცემებიდან იყო აღებული პირდაპირ Pokemon Go-დან. ნიშნულობა არ ჰქონდა, მოთამაშეები წლები არ იყვნენ აქტიურები, მათი ანგარიშები მაინც არსებობდა. ისინი ჯერ კიდევ პლატფორმაზე იყვნენ და ყველა ლოკაციის სკანი, რომელიც ოდესმე ჰქონდათ გაგზავნილი, ქსელში ემატებოდა. მომხმარებლებს ალბათ ანგარიშის წაშლაზე უფიქრიათ, მაგრამ იმ ერთი ვის მიტოვების იდეამ უდავოდ გული ატკინათ. მაგრამ მაინც, მათი მონაცემები ხომ მაინც უსაფრთხოდ იქნებოდა, არა? სინამდვილეში არც ისე. მონაცემები უკვე ჩაშენებულია დიდ გეოსივრცულ მოდელში, რაც ეხმარება მაშკმარას მას შექმნას მის გარშემო არსებული სამყაროს რუკა. და ზუსტად ისე, როგორც სხვა LLM-ებში, ძალიან რთულია ნებისმიერი მონაცემის წაშლა LGM-დან. წარმოიდგინე, რომ ეს არის პაზლის აწყობა. როგორც კი ერთ ნაწილს ამოიღებ, ის მოდელს უბრალოდ არ შეუძლია დაივიწყოს კონკრეტული მოთამაშის მიერ მიწოდებული მონაცემი. ეს უფრო გავს მოდელის სრულად თავიდან გადამზადებას, რისთვისაც სერიოზული ფინანსური ინვესტიციაა საჭირო. შეფასებულია, რომ მოდელის თავიდან გადამზადებას შეიძლება 6-დან 10 მილიონ დოლარამდე დასჭირდეს, რაც შესაძლოა საერთოდაც შეუძლებელი იყოს, რადგან მონაცემთა მოპოვება ამ ოპერაციის ბირთვშია. რადგან მოდელი უბრალოდ არ სწავლობს, ის აღწევს ისეთ ადგილებში, სადაც სხვანაირად ვერასდროს მოხდებოდა. მეორე თავი, 15 მილიარდი დოლარის მიწის მიტაცება 2007 წლიდან. Google-მა Street View-ის მანქანები გამოიყენა მსოფლიოს გზების გადასაღებად, რის შედეგადაც შეიქმნა რუკა, რომელიც რეალური ადგილების რეალური სურათებისგან შედგება. მაგრამ Street View-ს ერთი დიდი შეზღუდვა აქვს. მანქანებს მხოლოდ საჯარო გზებზე შეუძლიათ გადაადგილება. ეს ნიშნავს, რომ პარკები, სასეირნო ბილიკები, სავაჭრო ცენტრები, კამპუსები, შენობების ინტერიერები და უამრავი კერძო ან რთულად მისადგომი ადგილი უმეტესად რუკაზე არ არის ასახული. ეს ადგილები ცნობილია როგორც ბოლომეტრი. მაგრამ Niantic-მა ეს ყველაფერი შეცვალა და ამისთვის თქვენი ფეხით გადაადგილება მოიყენა. მან მილიონობით Pokemon Go-s მოთამაშე აიყვანა და ისინი უბრალო გულშემატკივრებიდან გლობალურ მონაცემთა შეგროვების ქსელად გადააქცია. მოულოდნელად, მოთამაშეები თავიანთი ქალაქების ყოველ სანტიმეტრს სეირნობით რუკაზე ასახავდნენ. და მან წარმატებას მიაღწია ბევრად უფრო ვიდრე კომპანიას ოდესმე წარმოიდგინა. ამ სივრცეების რუკაზე გადატანისა და გამოსაყენებელი გეოსივრცული ცოდნის ბაზის შექმნისთვის პროფესიონალი გამზომველების დაქირავების სავარაუდო ღირებულება 15 მილიარდ დოლარზე მეტი იყო. მაგრამ Niantic-მა ამ თანხის გადახდა მხოლოდ კი არა ირიდა თავიდან, არამედ მოგებაც მიიღო. 2026 წლისთვის თამაშმა წმინდა მოგებად 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა. მაგრამ ეს მხოლოდ ტორტზე ალუბალია, რადგან თითოეული იმ მოთამაშიდან კომპანიისთვის სასწაულებს ახდენდა. მათი მიერ შეგროვებული ყველა მონაცემი, ყველა ლოკაცია, რომელსაც ისინი რუკაზე აღნიშნავდნენ, პირდაპირ კომპანიაში ბრუნდებოდა. ეს დაეხმარებოდა მათ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ხელოვნური ინტელექტის პროექტის შექმნაში. ეხლა Niantic ამ ყველა მონაცემს იყენებს საკუთარი სარგებლისთვის, რადგან აღმოჩნდა, რომ ისინი საერთოდ არ იყვნენ ვიდეო თამაშების კომპანია. მესამე თავი, სადაზვერვო ფესვები. Niantic სპეციალიზდებოდა გაფართოებულ რეალობაში, თამაშის ტიპში, რომელიც ბევრად უფრო უშუალო ურთიერთობას მოითხოვდა რეალურ სამყაროსთან. იმ დროს ყველაზე ჩანთრევი გამოცდილებები შეზღუდული იყო VR არკადებით, პატარა ფიზიკურ სივრცეებში, სადაც მოთამაშეები ატარებდნენ სათვალეებს და იკვლევდნენ ციფრულ ფანტაზიის სამყაროს, რომელიც კონტროლირებად გარემოზე იყო გადაფარული. მაგრამ Niantic-ს ბევრად უფრო დიდი რამ სურდა. მას სურდა, რომ შენს სამყაროს ციფრული შრეები დაემატებინა. კომპანიის პირველი გაფართოებული რეალობის თამაში იყო Ingress და ამან დაამტკიცა, რომ Niantic-ს ჰქონდა ყველაფერი, რაც ამ ახალ სფეროში კონკურენციისთვის იყო საჭირო. ამ კონცეფციის დამტკიცებამ მათ Nintendo-სგან Pokemon-ის ლიცენზიის მიღებაში დაეხმარა, მაგრამ კულისებში სრულიად განსხვავებული მიზანი იყო, რომელიც დასაწყისამდე მიდიოდა. Niantic-ის დამფუძნებელი John Hanke სინამდვილეში სრულიად განსხვავებულ სფეროში დაიწყო.
ის ცნობილი იყო როგორც კომპანია Keyhole-ის დამფუძნებელი, რომელიც 2001 წელს დაარსდა და ციფრული რუკების ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო. Hankem თავისი კომპანიისთვის დაფინანსება მოიპოვა InQtel-ის მეშვეობით, რომელიც CIA-ის ვენჩურული კაპიტალის განყოფილებაა და ტექნოლოგიამ სწრაფად მიიპყრო ყურადღება სილიკონის ველზე. შემდეგ კი Google ჩაერთო პროცესში და 2004 წელს შეიძინა Keyhole. ეს კომპანია საბოლოოდ Google Earth-ად გადაიქცა. Keyhole-ის სატელიტური გამოსახულების ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა პლანეტის 3D გამოსახულება, რაც საფუძვლად დაედო უფრო ზუსტ რუკების სისტემებს, რომლებიც Google-მა Street View-თვის შეიმუშავა. საბოლოოდ Hankem თავისი ორი გატაცება გააერთიანა. Niantic შეიქმნა როგორც შიდა სტარტაპი, Google-ში 2010 წელს, სანამ დამოუკიდებელ კომპანიად იქცეოდა. მან მიიღო დიდი ინვესტიცია Google-ისგან, Nintendo-სგან და Pokemon-ის კომპანიისგან თავისი ყველაზე დიდი პროექტისთვის. The Hankes Geomapping-ის ღრმა ცოდნის გამოყენებით ის შექმნიდა თამაშის ახალ გამოცდილებას. ვინ ცოდეს მე უთამაშია ონლაინ უფასო თამაშ, იცის რომ ყოველთვის არის გარკვეული პირობები. თქვენ ჩამოტვირთავთ თამაშს და თამაშობთ უფასოდ, მაგრამ შემდეგ თამაში იწყებს თქვენგან ფულის მოთხოვნას. ეს პრემიუმ თამაშები მიკროტრანზაქციებზეა დამოკიდებული და ეს რამდენიმე დოლარი აქ და იქ გრდაიქ გროვდება, მაგრამ Pokemon Go-ს თავისი ეკონომიკა ჰქონდა თამაში დამალული. მომხმარებლები პოკეკოინებისთვის იხდიდნენ თამაშის შიდა ვალუტაში, რომელსაც იყენებდნენ სასარგებლო ნივთების შესაძენად, რაც ამარტივებდა დონის ამაღლებას, პოკემონების პოვნას, ისპოვნას, ან უბრალოდ თქვენი კოლექციის უფრო მიმზიდველს გახდიდა. რა თქმა უნდა, შეგეძლო მათი ყიდვა ნამდვილი ფულით, მაგრამ ასევე იყო გზა, რომ ისინი AR რუკირების დავალებების შესრულებითაც მოგეპოვებინა. ეს დავალებები ხშირად ბევრ დროს მოითხოვდა და ბევრ სიარულს მოითხოვდა, თუმცა ისინი კულისებს მიღმა მნიშვნელოვან მიზანს ემსახურებოდა. ეს ეხმარებოდა Niantic-ს იმ ტერიტორიის რუკირებაში, სადაც Pokemon Go მიმდინარეობდა. და მომხმარებლები სიხარულით ასრულებდნენ ამ დავალებებს, სრულიად გაუცნობიერებლად, რომ მათ ექსპლუატაციას უწევდნენ. მეოთხე თავი, Popin-ის პარადოქსი, შებრუნებული შრომა. Popinები თამაში ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი ნივთი იყო. ფაქტობრივად, ეს ერთგვარი გაძლიერებული სასუსნავი იყო და მათი ღირებულება 100 Pokecoin-ი იყო. თუ გავითვალისწინებთ Pokecoin-ების ღირებულას და ულებას და იმ დროსაც Popin-ის მისაღებად ამ დავალებების შესრულება სჭირდებოდა, მოთამაშეები რეალურად თამაშის პროცესში არ იყვნენ ჩართულნი. ფაქტობრივად, ისინი საათში დაახლოებით $1 ანაზღაურებით მუშაობდნენ და ამას სიხარულით აკეთებდნენ. პირველ დღეებში მომხმარებლები ამ დავალებებს რეგულარულად ასრულებდნენ, რადგან სასურველი ნივთების მიღება ნებისმიერ ფასად სურდათ. მაგრამ შემდეგ ხალხმა საუბარი დაიწყო. Pokemon-ების პოვნის საწყისი, სიახლე გაქრა და ინტერესი შემცირდა. მაგრამ თუ რომელიმე Pokemon-ის ფორუმს დააკვირდებოდით, ამ დავალებებს მოთამაშეთა შემდგომი იმედგაცრუების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ მიიჩნევდნენ. ეს AR რუკირების დავალებები ჩვეულებრივ მოითხოვდა ფიზიკურად სიარულს. დაარსებული Pokestop-ების ან გიმების უწყვეტი 3D ვიდეო სკანირების ჩაწერას ტელეფონის კამერით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აუცილებელი არ იყო თამაშის სათამაშოდ, ეს იყო ყველაზე სწრაფი გზა მნიშვნელოვანი ნივთების მისაღებად, თუ რეალური ფულის დახარჯვა არ გსურდათ. ამიტომ ხალხმა თამაში შეწყვიტა. მაგრამ იმ დროისთვის Niantic-მა უკვე მიიღო ის, რაც სურდა. მომხმარებლებს შეიძლება ეგონათ, რომ საყვარელ თამაშს თამაშობდნენ, მაგრამ რეალურად ისინი მონაცემებს აგროვებდნენ ძლიერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის. თანაც მიზერულ ანაზღაურებას იღებდნენ, რომელსაც ისევ ამ კომპანიის მაღაზიაში ხარჯავდნენ. ეს მოგვაგონებს ძველ კომპანიის პრაქტიკას, როცა შორეულ ადგილებში მომუშავეებს ნამდვილი ფულით კი არა, ტოკენებით უხდიდნენ, რომლებიც მხოლოდ კომპანიის მაღაზიებში შეიძლებოდა დახარჯულიყო. შედეგი იყო დახურული წრე. შრომა იცვლებოდა ვალუტაზე, რომელიც ისევ კომპანიაში ბრუნდებოდა, ხშირად გაბერილი ფასებით. მუშები უზრუნველყოფდნენ აუცილებელ ღირებულებას, მაგრამ არ ჰქონდათ ეკონომიკური გამოსავალი. და ის მონაცემები, რომლებიც Pokemon-ის მონადირეებმა მოიპოვეს, გადაიქცა წარმოუდგენლად ზუსტ და პოტენციურად შემაშფოთებელ ტექნოლოგიად. მეხუთე თავი, პატენტი რეალობას. Niantic-ი, როგორც Google-თან ურთიერთობის ნაწილი, აგრესიულად იკავებს ადგილს ხელოვნური ინტელექტის სექტორში. და ერთი პატენტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ამ სფეროში გამოჩნდა. და ეს შეიძლება ბევრად უფრო მეტად შეგეხოთ, ვიდრე ფიქრობთ, რადგან პირველად კომპანია ცდილობს თავად რეალობის დაპატენტებას. შეუძლია ამ კომპანიას მართლაც მოითხოვოს უფლება იმ სამყაროზე, სადაც ცხოვრობთ, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებმა ეს ადრე არ გააკეთეს? არა. მაგრამ ასევე კი, პატენტის ოფიციალური სახელწოდებაა რეალური სამყაროს ობიექტების 3D მოდელების გენერირება. ის აღწერს სისტემას, რომელიც მომხმარებლის მიერ შექმნილი სურათებიდან დეტალური სივრცული მოდელების აგებას უზრუნველყოფს. Niantic-მა გამოიყენა მონაცემები, რომლებიც შეგროვდა Pokemon Go-s მეშვეობით. ფოტოები, მოძრაობის ნიმუშები და მდებარეობის სიგნალები, რათა დაეხმარებინა იმ სისტემის შექმნაში, რომელსაც ვიზუალური პოზიციონირების სისტემა ეწოდება. რუკების შექმნის ნაცვლად მიზანია, რომ გარემოების 3D ფორმატში შეიქმნას მასობრივი მომხმარებლების მიერ მოწოდებული გამოსახულებების გამოყენებით. დროთა განმავლობაში ეს მონაცემები შედის უფრო დიდ სისტემაში, რეალური სამყაროს ციფრულ რეკონსტრუქციაში, რომელიც Niantic-ის ინფრასტრუქტურაში არსებობს. ის აფიქსირებს როგორც საჯარო სივრცეებს, ასევე კერძო ცდომის მქონე გარემოებს ისეთი დეტალებით, რასაც ტრადიციული რუკები ვერ აღწევდნენ. ეხლა ეს ყველაფერი მთლიანად ერთ-კერტ კომპანიას ეკუთვნის.
Niantic-მა ფაქტობრივად ჩვენის სამყაროს ციფრული ტყუპი შექმნა და ეს საშუალებას აძლევს მათ დედამიწაზე ნებისმიერი წერტილი წამებში იპოვონ. სანამ ვინმე აქტიურად იყენებს გაფართოებული რეალობის კამერას, Niantic-ს აქვს ცუდომა მის მდებარეობაზე და შეუძლია იპოვოს ეს ადამიანი რეალურ სივრცეში, ჩვენი სამყაროს ციფრული ტყუპის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული GPS 10 წლეულები ადამიანების თვალთვალს ახერხებს, ის მხოლოდ დაახლოებით არეალს განსაზღვრავს. ეს 3D სისტემა კი სანტიმეტრის სიზუსტით გიპოვით. თუ თამაშობთ Pokemon Go-ს ან Niantic-ის ნებისმიერ პროდუქტს, დიდი ალბათობით კომპანიამ ზუსტად იცის სად იმყოფებით ამ წუთას, ნაბიჯის სიზუსტითაც კი. მეექვსე თავი, რეალობის მეპატრონე. თავიდანვე Pokemon Go 2 ბატონს ემსახურებოდა. დიახ, ეს იყო ნამდვილი Pokemon-ის თამაში და დიზაინერებმა ბევრი იშრომეს, რომ გულშემატკივრებისთვის მოეწონებინათ. პირობითად უფასო მობილურ თამაშებს ხშირად აქვთ ცუდი ხარისხის რეპუტაცია. ან უბრალოდ პოპულარულ ინტელექტუალურ საკუთრებას აკრავენ ჩვეულებრივ სამი დააკავშირე თამაშებზე, ან საერთოდ არ იკვლევენ ამ საკუთრებას სათანადოდ. მაგრამ Pokemon Go მაჩვენა, რომ კარგად ესმოდა ფრენჩაიზის მდიდარი ისტორია. მტკიცებულებები, რაც Niantic-ის აქტივობამ კომპანიის დაარსების შემდეგ აჩვენა, მიუთითებს, რომ რუკების შექმნა ყოველთვის თამაშის ძირითადი მიზანი იყო. სანამ ფანები გამალებით ეძებდნენ ბზინავ პიკაჩუს, Niantic-ი აგროვებდა ყველა მონაცემს და იყენებდა მათ იმისთვის, რომ შეექმნა ციფრული ასლის კონცეფციის დასადასტურებელი მოდელი იმ სამყაროსთვის, რომელშიც ცხოვრობთ. რადგან Niantic-ს უბრალოდ არ სურს ამ ციფრული რეალობის სრულყოფა, მას სურს მისი ფლობა. Niantic-ი თავისი გაშვების დღიდან ავითარებს ახალ და ძლიერ ხელსაწყოებს დამატებული რეალობისთვის. მისი Lightship პლატფორმა გამოიყენება მისი წამყვანი თამაშების სამართავად. ის საბოლოოდ გაუქმდა და გადაიქცა Niantic-ის სივრცულ პლატფორმად. ინტერაქტიულ ხელსაწყოდ, რომელიც დიზაინერებს საშუალებას აძლევს გამოიკვლიონ საკუთარი ვირტუალური რეალობა და შექმნან საკუთარი ინტერაქტიული გამოცდილებები. Niantic-ს არ შეუძლია სრულად დააპატენტოს დამატებული რეალობის იდეა, მაგრამ რაც შეუძლია, არის საუკეთესო უძლია. არის საუკეთესო მოდელის შექმნა. ისეთი, რომელიც დაფუძნებულია, რაც შეიძლება დიდ მონაცემთა ბაზებზე და დანარჩენები მეორე ხარისხოვნად გამოიყვანოს. და ეს ნიშნავს, რომ ყველა ახალი გამოცდილება მათ გავლით უნდა გაიაროს. Lightship-ი და მისი გამოყოფილი პლატფორმა დიდი ალბათობით გახდება ძირითადი პლატფორმა დამატებული რეალობის აპლიკაციების დასაპროექტებლად, სანამ Niantic-ი შეინარჩუნებს განვითარების ტემპს. ეს ნიშნავს, რომ კომპანია დიდი ალბათობით აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში, როგორშიც OpenAI-ა. თუ არ გაქვს უზარმაზარი რესურსები და წინასწარი უპირატესობა, დამკვიდრებულ მოდელთან კონკურენცია უკიდურესად რთული იქნება. კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ შევიდნენ AR სფეროში, საუკეთესო გზა იქნება Niantic-ის მოდელის ლიცენზირება და შემდეგ მათი აპლიკაციის უკვე არსებულ ჩარჩოზე დაფუძნება. ასე რომ, Niantic-ის მომავალი შეიძლება ძალიან ნათელი იყოს. Pokemon Go მაჩვენა, რომ დამატებული რეალობისთვის არსებობს დიდი აუდიტორია, განსაკუთრებით მაშინ თუ ის საყვარელ ფრენჩაიზებზეა დაფუძნებული. დიდი შანსია, რომ სხვა წამყვანი კომპანიებიც, როგორიცაა Disney და Sony, მოისურვებენ ამ ტექნოლოგიის გამოყენებას, რათა თავიანთი გულშემატკივრები საყვარელი ფილმებისა და თამაშების სამყაროში გადაიყვანონ. და ამ აპლიკაციებიდან თითოეული Niantic-ს ქირას გადაუხდის. კომპანია მზადაა, რომ გახდეს არა მხოლოდ დომინანტური ძალა დამატებულ რეალობაში, არამედ მონოპოლიაც იმ ტექნოლოგიაში, რაზეც ეს გამოცდილება დაფუძნებულია. და ეს ყველაფერი თქვენი მოთამაშის დამსახურება. Niantic-მა გადაჭრა ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა, როგორ მოხდეს ბოლო მილის ზუსტი რუკის შექმნა. წლების განმავლობაში მსოფლიოს დიდი ნაწილი ცილი ციფრული რუკების სერვისებისთვის მიუწვდომელი იყო, რის გამოც ბევრ ადამიანს ზუსტი მდებარეობები უნდა გამოეცნოთ. Niantic-მა გააცნობიერა, რომ მსოფლიოს რუკაზე ასახვა სრულად საჭირო არ იყო იმისთვის, რომ სრული სურათი მიიღოთ. მათ უბრალოდ საშუალო ადამიანი უნდა დაინტერესებინათ, რომ თავად შესულიყო და ეს მათთვის გაეკეთებინა. Niantic-მა მიიღო ყველა ის მონაცემი, რაც სურდა და მილიარდობით დოლარის მოგება. მოთამაშეებმა კი შეძლეს სელფი გადაეღოთ Squirtle-თან ერთად. მაგრამ ეხლა ისინი შეიძლება აღარ იყვნენ საჭირო. მეშვიდე თავი, კოდა საბოლოო ევოლუცია. მიუხედავად იმისა, რომ Pokemon Go ჯერ კიდევ აქტიურია, ამჟამად თამაშს დაახლოებით 34 მილიონი და 200,000 აქტიური მომხმარებელი ხავს, რაც მისი პიკის 2016 წლის მხოლოდ 15%-ზე ოდნავ მეტია. მაგრამ თამაში თავისი აყვავების პერიოდს დიდი ხანია გასცდა და Niantic-ი სულ უფრო მეტად კონცენტრირებულია იმ მონაცემების გამოყენებაზე, რომლებიც მას დაუგროვდა ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად. ამ შეთანხმებების უმეტესობა უბრალოდ სხვა თამაშებსა და აპებს შეეხება, რომლებიც გამოიყენებენ ციფრულ სამყაროს, რომელიც მომხმარებლებმა მათთვის შექმნეს. მაგრამ ეს მხოლოდ პოტენციალის დასაწყისია. Pokemon Go-მ დაგვახმარა წარმოუდგენლად დეტალური ვირტუალური სამყაროს შექმნაში, სადაც ყველა ჩვენ განივართ და ეს ინფორმაცია წარმოუდგენლად ფასეულია. ამბობენ, რომ თუ Google Street View-ს შეუძლია გითხრათ, რომელ ქუჩაზე ხართ, Niantic-ის ვიზუალური პოზიციონირების სისტემა მიცის, რომელ აგურს უყურებთ. ეს ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო იყოს ციფრული მარკეტერებისთვის, რომლებიც შეძლებენ რეკლამების მიკრომიზნობას იმ ადამიანებზე, რომელთა ტელეფონებით სიგნალს გასცემენ ზუსტად მაშინ, როცა ისინი მაღაზიასთან ჩაივლიან. მაგრამ უფრო სერიოზული გამოყენებისთვის
ამისთვის ეს პროგრამა შეიძლება გადაეცეს პოლიციას, თუ მათ სჭირდებათ გაქცეულის პოვნა, მანამ სანამ ის ქალაქიდან გავა. მოდელი თითქმის დასრულებულია, მაგრამ მისი შედეგები უსასრულოა და მომხმარებელი შეიძლება უბრალოდ უმნიშვნელო გახდეს. იმ დღიდან, როცა Pokemon Go გამოვიდა, გულშემატკივრები ქუჩებში თამაშობდნენ და ეხმარებოდნენ მწვრთნელების საზოგადოების შექმნას. მათთვის თამაში რეალური იყო და ისინი თავიანთ ვირტუალურ ცხოველებს ისევე უყვარდათ, როგორც ეშკეჩუმს უყვარდა თავისი პოკემონები. მაგრამ Niantic-ისთვის გულშემატკივრები ყოველთვის მიზნის მიღწევის საშუალება იყვნენ. ყველა ვინც Pokemon Go-ს თამაშობდა, მასშტაბური მონაცემთაბური მონაცემთა შეგროვების ოპერაციის ნაწილი იყო, რომელიც თამაშის სიყვარულს იყენებდა მოტივირებული მონაცემთა შემგროვებლების არმიის შესაქმნელად, რომლებიც ციფრულ პანოპტიკონს აშენებდნენ ისე, რომ ამის შესახებ არც კი იცოდნენ. მაგრამ არაფერი გრძელდება სამუდამოდ. თუ მაინც გრძელდება, თამაშების ინდუსტრია სავსეა უფასოდ სათამაშო თამაშებით, რომლებიც აღარ იყო მომგებიანი და ისინი მოულოდნელად ამოიღეს App Store-დან. Pokemon Go ეხლა მომგებიანია, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს. და როგორც კი Niantic-ს ექნება ყველა საჭირო მონაცემი, მას აღარ ექნება მიზეზი, რომ თამაში გააგრძელოს. ეს ნიშნავს, რომ მოთამაშეები შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ მათი მთელი შრომა გაქრა, ხოლო მათი საყვარელი ციფრული პეტები ეხლა უბრალოდ აორთქლდნენ და აღარაფერი დარჩა. კი, გარდა იმ მასიური სათვალთვალო ინფრასტრუქტურისა, რომელიც Pokemon Go-ს თითოეულმა მოთამაშემ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შექმნა, მაგრამ თუ ყველა მომდევნო დიდი ტექნოლოგიის მირაჟს მისდევს, გაიგეთ შოკის მომგრელი სიმართლე ვიდეოში. ხელოვნური ინტელექტის ოქროს ციებ ცხელება დასრულდა. კორპორატიული ხელოვნური ინტელექტი ილუზია. ან უყურეთ ამ ვიდეოს მის ნაცვლად.